სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ქრისტე აღდგა. დღეს საეკლესიო ტრადიციით მიცვალებულთა ხსენებაა და საერთოდ ყოველთვის უნდა ვფიქრობდეთ ამაზე, მაგრამ ასე დღეებში ვფიქრობ ადამიანი ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს, ასე დროს ბუნებრივია რომ ახსენდებოდეს, რომ ადამიანი იბადება ერთხელ, რომ იცხოვრებს და მერე აუცილებლად გარდაიცვლება. ანუ იბადება, როგორც პავლე მოციქული ამბობს, რომ მერე გარდაიცვალოს და პასუხი აგოს ცოცხალი ღმერთის წინაშე. გარდაცვალება, რომელიც თითოეული ჩვენგანის გასავლელია და ჩვენ ქრისტიანული სწავლებიდანაც ვიცით და ვიცით შინაგანად ინტუიციითაც, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ თუ ადამიანი მადლის ქვეშ იმყოფება, მისი ინტუიცია მეტნაკლებად სწორად უნდა მუშაობდეს. ჩვენი პასუხისმგებლობა ცოცხალი და თავის სიდიადით საშინელი ღმერთის წინაშე ესე მარტივი არ არის და შესაბამისად ჩვენ ხედავთ ჩვენს უნარობას ღმერთთან ყოფობისას. ჩვენ შეიძლება ყველა მანკიერებისგან გავთავისუფლდეთ, არასოდეს არაფერს აღარ ჩავდიოდეთ სულს გარეგნულად, ყველა ჩვენ გვაქებდეს, გვადიდებდეს და ტაშს გვიკრავდნენ, მაგრამ ჩვენ შინაგანად თუ ჩვენ გონიერებას სწორად გამოვიყენებთ, დავინახავთ, რომ ჩვენი დაცემული ბუნებისგან თავისუფალი არ ვართ, რომ ცოდვილობა ეს უპირველეს ყოვლისა ღმერთთან ყოფნის უნარობაა და თუ შეგვიძლია ღმერთთან ყოფნა, ეს მხოლოდ მასთან ყოფობით, მასთან ერთად ყოფობით, მისი დახმარებით და შესაბამისად იმით, რომ მან უნდა გვიხსნას. ანუ თუ ღმერთმა არ გვიხსნა, ჩვენი საშველი არ არის მოკლედ. და ღმერთმა ეს ჩვენი გადარჩენა როგორ გამოიწვია, ხო, ჩვენ როგორ მოახდინა, როგორ განახორციელა, ხო? ეს არის გონება მიუწვდომელი თავდაბლობა სამყაროს შემოქმედისა, როცა ადამიანად მოდის და ჩვენი ლოგიკური აპარატი უძლურია და უსუსურია გაიაზროს და დაიტიოს ღვთის განკაცება. ამიტომ როცა ადამიანი ქრისტიანი არ არის და სხვა რელიგიის წარმომადგენელია, მას საშინელი შინაგანი პროტესტი აქვს, აი უსაშინლესი პროტესტი აქვს. ან თუ ესე თავხედურად არ გამოხატა პროტესტი, გეწინააღმდეგება უჭირს და არ შეუძლია მის დატოვება. როგორ შეიძლება galaktikების შემოქმედია ესე ადამიანი დადიოდეს, შენს გვერდზე ჭამდეს, სვავდეს, პატარა ბავშვი იყოს, ესე და ბოლოს აი ესე თვალებში გიყურებდეს, გელაპარაკებოდეს galaktikების შემოქმედი. აი რანაირად შეიძლება ახლა ეს. ჩვენი ლოგიკური აპარატი ამას აპროტესტებს შინაგანად. ამიტომ ჩვენ ვერც კი უღმავდებით მეცას გეტყვით. მე ხშირად მithქვავს თქვენთვის, რომ ადამიანი რომ ამას კარგად ჩაუღმავდეს და ლოგიკურად მოინდომოს გააზრება, რომ ვინ არის იესო ქრისტე, ვის მივიახლებით, როცა ვეზიარებით, შეიძლება ფიზიკურად ვერ გაუძლოს, გული გაუსკდეს, ვერ გაუძლოს მოზღვავებულ გრძნობას და ემოციას. ხო იცით, ადამიანს არ შეუძლია ძალიან დიდი მოზღვავებული ემოციის და გრძნობის გამკლავება. ეს იმდენად წარმოუდგენელი რაღაცა არის. თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, რომელმაც იცის, რომ ესე იგი როგორ გააჩინა ხო სასწაულებრივად და ის ვინც გააჩინა არის ძე მაღლისა, აი ძე მაღლისა, რომ თავად galaktikების შემოქმედი ამის გაცნობიერება მაშინ ხო ნელ-ნელა ხდებოდა წმინდა წერილში ეს კარგად ჩანს, რომ ყველაფერს ისმენდა და გულში იმარხავდა და გესმით, იმიტომ რომ ადამიანს არ შეუძლია ამის დატევნა. და ეს შეუძლებელი, ისი დატევნაც კი არ შეგვიძლია, თეორიულადაც კი ისი გააზრებაც არ შეგვიძლია, აი ეს გვწამს, გესმით? ამიტომ არის კიდევ ერთხელ ჩვენი გადარჩენისათვის რაც ღმერთმა გააკეთა, ეს ჩვენი მიხვედრილობით კი არ, ჩვენით კი არ მივხვდით, ეს შეუძლებელია, გვწამს და ვერ ხვდებით მაინც და როგორ შეიძლება ადამიანი ლოგიკურად იმის ბრძოლობდეს, აქამდე მივიდეს. ეს იმხელა წყალობაა ღმერთისა ჩვენზე. აი რატომღაც ღმერთმა galaktikების შემოქმედმა შენთვის მოიცალა, შენს გულს შეეხო და შენ ეს იცი ის, რასაც არათუ ვერ მიხვდებოდი, რომ იცი მაინც ვერ ხვდები, გესმით? აი ამაშია საქმე. იფიქრეთ სიღრმისეულად, გაიაზრეთ რა გწამ და მაშინ გახდებით მადლიერნი ღვთისა. და გაიაზრეთ თუ რა გახდა საჭირო თქვენს გადასარჩენად. რა გახდა საჭირო? გააზრებაც კი არ შეგვიძლია, გესმით? ამგვარი ცოდნა გვაქვს ჩვენ და რა თქმა უნდა, როცა ეს ცოდნა გვაქვს, უფრო მეტად გასაგები ხდება წმინდა წერილიც
და წმინდა წერილიც ხო საიდუმლოებრივად იხსნება დაუსრულებრივ იხსნება იგი ჩვენთვის. აი დღეს აღმოვიკითხეთ ივანეს სახარების ეს მესამე თავი. რამე თუ ესრეთ შეიყვარა ღმერთმა სოფელი ეს საერთოდ ეს სიყვარული საიდუმლოება ჩვენ არ შეგვიძლია გავმარტოთ რა არის სიყვარული. ეს არის საიდუმლოება. იგი ღმერთს უკავშირდება. გესმით? ღმერთი არის სიყვარული. ვასწავლის წმინდა წერილი იონე მოციქულის სიტყვების მიერ. სიყვარულის საქმეებიც გონება მიუწვდომელია. ანუ ისე შეიყვარა ღმერთმა ეს სოფელი, ანუ სოფელი რა ქვა და მზე და თევზი კი არა ჩვენ ადამიანები. ვითარმე ძეთვის მხოლოდ შობილი მოსამას. ანუ გესმის ძეღვთისა მოსამად, ანუ რაღაც უცნაურად არ გეჩვენებათ ეგ სიტყვა. მოგცა ჩვენ მოგცა. ჩვენს ხელმწიფებაში შემოიყვანა. ძეღვთისა, galaktikები შემოქმედი. იმიტომ რომ ძე ღმერთს და მამა ღმერთს განსხვავებული ბუნება ხო არ აქვს, ეს ერთი ბუნებაა. მაგრამ ადამიანური ბუნება მიიღო რა ამ ადამიანური ბუნებით ღმერთს მიეცა შესაძლებლობა იტანჯოს საშინელი ტანჯვით. ადამიანურად გამოხატოს შენ უყვარ ხარ, მაგრამ შენ ხო ამას ვერ ხედავ და ადამიანურად გამოხატოს შენ და მის სიყვარული. თავდაბლობა გამოხატოს ანუ ადამიანურად გამოხატოს ყველა ის თვისება რაც ღმერთშია. გესმით? აი ეს გამოიხატოს ადამიანურად. ღმერთს ვერ ვხედავ და ადამიანს ვხედავთ. გარშემოწირულობა აქვს. ჩვენ ენაზე ლაპარაკობს, ჩვენერია, ჩვენი მსგავსია და ჩვენ მოგცა, რას ნიშნავს მომცა? რას გავაკეთეთ იმას ნიშნავს და რა გავაკეთეთ? ხო მოვკალით. და იმის მერე რომ მოვკალით 2000 წელზე მეტია მის წმინდა სხეულს ეკლესიას ვდევნით, ვლანძღავთ, როგორც გარედან, ვთქვათ ლიბერალები და მტრები და წარმართები, ისე შიგნიდან ჩვენი უსიყვარულობით, არაერთგულებით ქრისტესადმი, იუდას მსგავსი სულით, ფანატიზმით, გესმით? ასე, როგორც გარედან, ისე შიგნიდან მას ვკლავთ. ვერ გაგებით ვინა ვარ მე როცა ქრისტიანი ვარ. ეს ასევე ხდება და მე მისი განსაკუთრებული შვილების დევნით როდესაც გამოჩნდება ვინმე ვინ არის განსაკუთრებული? ტაძარი ღვთისა, ვიშიც ქრისტე ცხოვრობს. აი ვიშიც ქრისტე ცხოვრობს. იმას ხო ქრისტეს ვერ მოვიხელთებთ ახლა და აგერ იმას და ეს სულ ასე იყო 2000 წელზე მეტია, ახლაც ასე ხდება. ჩვენი უკანასკნელი ყოველთვის თვალსაჩინოთ, ახლა ჩვენი პატრიარქის წინააღმდეგ რაც იყო წლების განმავლობაში, ბოლო წლები განსაკუთრებულად, სადღაც იმედი გაჩნდა საქართველოში, რომ ეგება განვიკურნოთ. არა, რომ გარდაიცვალა ჩვეულებრივი გაბოროტებით, ვინც იყვნენ მის მიმართ გაბოროტებული, ამას აგრძელებენ ისე, ჩვეულებრივად, უსინდისო. მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ისინი განსაკუთრებულად ბოროტები არიან. არა, ადამიანია ზოგადად ესეთი. და ჩვენ თუ აი ამ ბოროტებაში არ ვიმყოფებით, მხოლოდ ღვთისწყალობა არის. და ეს ღვთისწყალობა რო არ გაქრეს, ჩვენ უნდა გქონდეს მუდმივი მადლიერების განცდა. როცა ადამიანი უმადური ხდება, იცოდეთ რომ უმადური კაცი ყველაფერს იკადრებს. ამიტომ გაუფრთხილდით მადლიერების გზნობას და განცდას თქვენში. უპირველეს ყოვლისა იმისა რომ ქრისტიანები ხართ. სულ მადლიერი უნდა იყოთ ღვთისა და იყავით მადლიერი ყოველი იმ ადამიანის, რომელმაც თქვენს წმენაში ერთი აგური მაინც დადო. ბასილი დიდი, რომელსაც პატრიარქს ადარებენ ხოლმე, ეს გააკეთა ათონელმა მამა ეფრემმა. ისე კი არა ბრმა, პარალელები გააღვია. ბასილი დიდი, რომელსაც ყავდა ერთ-ერთი მასწავლებელი, როცა ათენში სწავლობდა, წარმართი ლიბანიოსი, მთელი ცხოვრება მადლიერებდა მას. ანუ მადლიერება ჰქონდა წარმართი ფილოსოფოსის მიმართ. რამე თუ რაღაცა აგურები მის აღზრდაში იმანად დადო, გესმით? აი ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ვინც ამას კარგავს, იმის მდგომარეობა არის ძალიან ცუდი. მე ხა ჰაერიდან კი არ ვლაპარაკ, ჰაერში არ მინდა ეს, ანუ ტყვილავ ლაპარაკისთვის. ეს არის სატირელი, გესმით, სატირელია. იმიტომ რომ ადამიანი ამ დროს იღუპება. რა უნდა უშველო ადამიანს, რომელიც საკუთარ დედას განიკითხავს, საკუთარ დედას ლანძღავს, იმ ტოტს ჭრის, რომელზეც ზის და ასე შემდეგ. რა, ვერაფერს ვეღარ შველი, გესმით? ვეღარ შველი. ეს მდგომარეობა რომ ესრეთ შეიყვარა ღმერთმა სოფელი ესე ვითარმე ძეთვის მხოლოდ შობილი მოსცა მას და მე აგრძელებს ეს
ესე შეიყვარაო და ეხლა მე რამდენად მესმის ეს რას ნიშნავს ისე შემიყვარა მე ღმერთმა რომ ძეხვთვის ადამიანად მოვიდა და მე მომცა ჩემ ხელში ჩააგდო და ჯერ ხომ მოვკალი ეხლა 2000 წელი მის ეკლესიას და მის შვილებს რას ვიშვები ვეზიარები უღირსად მის სახლის წარმოთქვა უღირსად ქრისტიანის სახელი მქვია და შესაბამისად არ ვცხოვრობ რწმენის შესაბამისი შინაგანი მდგომარეობა არ მაქვს ანუ გესმით რას ვიშვები მე ქრისტეს სულ მუდამ 2000 წლის განმავლობაში მეტი და ეს გააკეთა უფალმა იმიტომ რათა ყოველსა რომ აი ამ ქაოსში და აი ამ უკუღმართობაში და აი ამ უმადურობაში მაინც ეგება ხო ვიღაცა გამოჩნდეს აი ასეთ მდგომარეობაში რომელს არ წამენეს იგი და მე მას წამვარ ვინც ჩემ ცნებებს აღასრულებს ანუ მისი ერთგული ხდება რომელს არ წმენეს იგი არა წარწყმდეს არამედ აქუნდეს ცხოვრება საუკო აი ამ ქაოსში რომელიც ქრისტიანობაშია თუ ქრისტიანობის გარეთ კი არ ვლაპარაკობ აი ამ ქაოსში თუ ვინმე მაინც აღმოჩნდება მორწმუნე ანუ ქრისტეს უანგაროთ ერთგული ის არ წარწყდება ანუ არ დაიკარგება სასუფევლისგან მას მარადიული სიცოცხლე ექნება რამე თუ არა მოავლინა და თან სიყვარულის ერთ-ერთი გამოვლინება რა არის და იოანე მოციქული ამბობს არა მოავლინა ღმერთმა ძეთვისი სოფლად რათა დასაჯოს სოფელი ჩემ დასაჯელად არ მოვლენია არ მოსულა ხო არამედ რათა აცხოვნოს სოფელი მის მიერ არამედ ჩემი გადასარჩენად ანუ ჩემ საჯულად და დასაჯელად არ მოსულა მე აგზელებს მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სასჯელი არ მოვა ანუ ქრისტე არ მსჯის მაგას უფალი სხვა ადგილასაც ამბობს ქრისტე არ მსჯის არ მაგრამ მე მაინც შეიძლება დავისაჯო ხო როგორ რომელს არ წმენეს მისი არა დაისაჯოს ხოლო რომელს არ ასწმენეს და აი აქ არის საინტერესო სიტყვები რომელს არ ასწმენეს ის დაიჯება არ ამბობს ესე ის დაიჯება რომელს არ ასწმენეს აწლე დასჯილი არის ვინც ურწმუნოებიდან ანუ ურწმუნო იყოს დასულ ასაკში და შემოვიდა ეკლესიაში მას თუ აქვს იმის შეგრძნება რა იყო და რა გახდა მან იცის რომ ყველაზე საშინელი მის ცხოვრებაში რაც ყოფილა იყო ის როცა ღმერთის გარეშე ცხოვრობდა მე მინდა გითხრას დასრულ ადამიანებს რომ ბავშვები ხა ვინც ბავშვებიდან გაიზარდა იმას ეს ხსოვნა არ არის ეს უღმერთო ცხოვრება არ არის ის მაგრამ ვისაც უღმერთო ცხოვრებით უცხოვრია ანუ ეკლესიის გარეშე და მე მოექცა მას აუცილებლად უნდა კონდეს იმის განცდა შინაგანი რა იყო და რა გახდა თუ ეს განცდა არ არის რაღაც არაჯანსაღი რაღაც არასწორი ხდება ან ვერ უღმავდებით ან ვერ გაითავისეთ ან ეხლა ვერ ხვდებით სადა ხართ ან არ იცოდით სად იყავით ანუ რაღაც გაუგებრობაა იმიტომ რომ ეს აი დაახლოებით როგორი რაღაცა ესით ადამიანი რომ უსინათლო იყოს დაბადებიდან და უცებ სასწაულებრივად თვალი აეხილოს რაღაც სამედიცინო ჩარავით ან ისე და დაიბადა უსინათლო დასრული ასაკისა და უცებ თვალი აეხილა უცებ დაიწყო ხედვა როგორ შეიძლება მას დაავიწყდეს რა კატასტროფა იყო როცა ვერ ხედავდა ამასთან შედარებით თორე უსინათლოს თავის შინაგანი სამყარო აქვს და საკმაოდ დიდ არის მაგრამ აი როცა თუ მოხდა თვალის ახილვა ხო როგორ შეიძლება ეს დაავიწყდეს შეუძლებელია ამის დავიწყება და თუ არ ახსოვს თუ არ აქვს ეს კონტრასტის განცდა თუ არ აქვს რა იყო რა გახდა ესე იგი რაღაც არას ან ვერ ხედავს კიდევ ან მაშინ ესე იგი ეგონა რომ ან მაშინ ცოტათი მაინც ხედა ანუ გაუგებრობაა გესმით ხოლო თუ ეს კონტრასტი არსებობს და ამას ივიწყებს აქ უკვე ერთი ნაბიჯია უმადურობამდე ამიტომ ესეც უნდა გვახსოვდეს და აი აქ ხოლო რომელს არ არწმენეს აწვე დასჯილი არის ეს ნიშნავს იმას რომ კიდევ ვიმეორებ ადამიანი რომელსაც ქრისტიანული ცხოვრება არ აქვს არის მდგომარეობაში სანამ მოექცეოდა და დასჯილი რატოა იმიტომ რომ სულიერად მკვდარია ვერ ხედავს ღმერთს ვერ ხედავს ცხოვრების საზრისს ვერ ხედავს მარადილ პერსპექტივას თავის ცხოვრებაში ხო ადამიანი რომ მარადილ პერსპექტივას ვერ ხედავ ადამიანი რომ ღმერთს ვერ ხედავ ადამიანი რომ შენს უკვდავებას ვერ ხედავ ესე იგი წარმოგიდგენია როგორ ხელოვნურად აუცილებლად ხელოვნურად იმიტომ რომ სხვანაირად გაგიჭირდება იბრმავებ თვალს და შენი თვალსაწიერი გარდაცვალებამდეც კი არ მიდის შენი თვალსაწიერი არის აი სიბერემდე რომ უკვე მოსავლელი რო გახდები აი იქამდე მიდის იმის იქით აღარ იყურები იმის იქით შიში გიპყრობს იმის იქით შენი საქმე არ არის აი ვიწრო არეალში შენ თვითონ ქმნია რაღაცა ჩაფხუთს იმ ჩაფხუთში ზიხარ ხო და ვითომ იმის იქით არაფერი არ არის იმის იქით არის გესმით და ადამიანი აქედან გამომდინარე უკვე თავის თავს ისჯის იმიტომ რომ სულიერად მკვდარია
რამე თუ არ არწმენა სახელისა მიმართ ძისა ღვთისა მხოლოდ შობილისა. ანუ ასეთი ადამიანი უკვე დასჯილია, რამე თუ ძე ღვთისა არ ასწამს. ესე არის სასჯელი, ხა რა არის ეს სასჯელი? კვლავ განმარტავს. რამე თუ ნათელი მოვიდა სოფლად, ნათელი, ანუ ქრისტე მოვიდა სოფლად, გაიგერო ღმერთი მოვიდა ადამიანად, მე ვარ ნათელი უფალი ამბობს, ნათელი მოვიდა, ანუ ქრისტე მოვიდა და კი არ ამბობს ვერ დაინახაო. რა კარგია ხო? ესე მოვიდა და ვერ დავინახე. და თუ ვერ დავინახე, უფალო, ჩემი ბრალია? აი მოხვედი და ვერ დაგინახე და ჩემი ბრალი არ არის, ესეთაც შემქმენი და ვერ დავინახე. ამიტომ ნახეთ რა საინტერესოა ხო ღვთის სიტყვა. ესეა სასჯელი, რამე თუ ნათელი მოვიდა სოფლად და კაცს და ვერ დაინახეს. არ ამბობს ასე. არამედ წერია ასე, ესე არის სასჯელი, რამე თუ ნათელი მოვიდა სოფლად და შეიყვარეს კაცთა ბნელი. ანუ კი ვერ დაინახა, აი ვერ დავინახე. არა, არამედ მე ბნელი მიყვარს, ანუ ბოროტება მიყვარს, გესმით? და რადგან მიყვარს ბოროტება, ამიტომ ვერ ვხედავ. გესმით რა შეასაკა? აი ფსალმუნებში არის ეს სიტყვები, თქვა უგუნურმა გულსაშინა თვისა არ არისო ღმერთი. ეს ფსალმუნის სიტყვა ხო კითხულობ ფსალმუნებს? იმედია კითხულობ. არ არისო ღმერთი. და წმინდა მამათა განმარტებით თვითონ ორიგინალში როგორც არის ეს სიტყვა, უგუნური ინტელექტუალურ სულელს კი არ ნიშნავს, მე და ადრე ნათქვამი მაქვს თქვენთვის ეს გადაგებაში, არამედ უზნეობით გონება დაბნელებულ ადამიანს ნიშნავს. აი ეს სიტყვა უგუნური, რომელიც ქართულში იგებ როგორც სულელს, თქვა სულელმა გულსაშინა თვისა არ არისო ღმერთი, სინამდვილეში ორიგინალური ტექსტის მიხედვით ნიშნავს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არა ინტელექტუალურ სულელს, არამედ უზნეობიდან გამომდინარე გონება დაბნელებულ ადამიანს ნიშნავს. გესმით რა შეასაქმე? ამიტომ ადამიანი რომელიც შეიყვარებს ბნელს, მას ქრისტეს დანახვის უნარი არ აქვს. და ეს სიყვარული რომ კაცს ბნელი უყვარს, ვიდრე ნათელი, საიდან ჩანს და მე აგზელებს, რამე თუ იყვნენ საქმენი მისნი ბოროტ. რა არის საქმენი მისნი ბოროტი? და ამას ადამიანი კითხულობს საწყალი და გონია რომ ეს არის ისა რა ქვია, რაღაც კაცის მკვლელი ან ბრუში ან ნარკობარონია და რა ვიცი. არა. საქმენი ბოროტი რა არის? ისიც არის რა თქმა უნდა. ნებისმიერი ქმედება ღვთის ნების საწინააღმდეგოდ არის ბოროტება. გესმით რა შეასაკა? და თუ ღმერთი არ აწამს ღვთის ნება როგორ სინდისი ხომ აქვს? ეს ხო პირველი ეტაპია. ანუ თუ ადამიანი სინდისის მიხედვით არ ცხოვრობს, არ გამოეძიებს და თავისი სიმართლით და თავის სიმართლით აწვება ამ სამყაროს ქებით, ესეთი ადამიანი ყოველთვის ბოროტებას ჩადის. ამიტომ ხშირად არის ხოლმე რომ ადამიანები, რომლებიც თვით ეკლესიის წიაღშიც კი სამწუხაროდ, რომ როგორ მე ხა სიმართლე და სულ სიმართლე და ეგეთ ადამიანს არ ელევა პრობლემები არასოდეს. იმიტომ რომ რა სიმართლეზე ლაპარაკო? შენი ღვთის სიმართლე? აბა ღვთის სიმართლე ასე ადვილი გასაგები რო იყოს ვინმე X ადამიანის მიერ მოყოლებული დავით მეფსალმუნიდან კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავლებელმა სიმართლენი შენი ეს რო იყო დიდი ადამიანები სავედრებელი იყო შენი სიმართლე მასწავლე. თუ დავითი სავედრებელი იყო შენ დალოცვილო შენ საიდან ეს მე ჩემი რა სიმართლე? ვინ ახარ? დავითი რომელიც ღმერთს ელაპარაკებოდა იმან არისოდა რა იყო სიმართლე. და შენ როგორ იცი? რამე თუ ჭეშმარიტება ანუ სიმართლე ქრისტეა, სანამ ქრისტეს არ იცნობ. ეს რას იცნობ რას ნიშნავს ხო ხვდებით? თანამ მისი სული არა გაქვს, მისი გული არა გაქვს, მისი გონება არა გაქვს, მისი ნების თანხვედრაში არ არის შენი ნება აბსოლუტურად. როგორ შეიძლება შენ რამე სიმართლე იცოდე? რაზე ლაპარაკობ? იმიტომ ის არის სიმართლე და არა სხვა. აი ეს არის. ყოველი რომელი ბოროტს სიქვს, ზულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა რათა არ ემხილოს საქმენი მისნი და ეს უკვე საქმეში გამოვლინებული, ანუ ვინც ღვთის ნების ბოროტს იქვს, ანუ ვინც ღვთის ნების საწინააღმდეგოდ ცხოვრობს და ეს თავისი პრინციპული ნიშნით დამოკიდებულა ჩემი სიმართლე და ეს არის გაჯიქებული, მას ზულს ნათელი, ანუ მას შეიძლება ისე ზულს ქრისტე, ისე ზულდეს ქრისტე რომ არც კი იცოდეს ეს. ამიტომაც არის ადამიანები უყურებ კეთილია ესეთი ასნაობრივი ვერა და ვერ მოვიდა, ვერ ირწმუნა, იმიტომ რომ ზულს ქრისტე, იმიტომ რომ მართალია ეს სოციუმში კეთილია, მაგრამ თავისი სიმართლით ცხოვრობს და ცოცხალე თავით არ დათმობს. გესმით რა შეასაკა? და ქვეცნობიერი რათა არ ემხილოს მისი საქმენი. ანუ ეს უღმერთო.
საქმე. ხოლო რომელი იქ ჭეშმარიტებასა მოვალს ნათლად, ანუ ვინც ღვთისნების თანხვედრაშია, რომლის ქმედებაც ღვთისნების თანხვედრაშია. იცით ეს ხო გულის სიტყვებიდან იწყება, ამიტომ გულის სიტყვების კონტროლი ეს არის სავალდებულო ყველა ადამიანისათვის. რომელი იქ ჭეშმარიტებასა მოვალს ნათლად, რათა ცხად იყვნენ საქმენი იმისთვის, რამე თუ ღვთისამიერ ქნულარია. ანუ მას უკვე ის გულღია, უბრალოა, მარტივია, გულგახსნილია, გესმით იმას აღარ ეშინია, თავის არაფერს აღარ მალავს. ეს არის ნამდვილი, ნატურალური. ხო და აი, როდესაც მოციქულები აი ასე ამგვარი სულისკვეთებით იყვნენ, მათ სიტყვას ძალა ქონდა საქმე მოციქულთადან. დღეს აღმოვიკითხეთ, რომ ისმენენ პეტრეს სიტყვას და მოციქულების სიტყვას და ერთი ხადაგებით 5,000 კაცი მოექცა. წარმოგიდგენიათ? რატო? იმიტომ რომ მათი სიტყვა პირდაპირ იყო მადლისმიერი, იმიტომ რომ გულში ქრისტე ყავდათ და სწორედ ფაქტურად მათი მეტყველება იყო ღვთის სიტყვა და მას ძალიან დიდი გავლენა ქონდა მსმენელებზე, ამიტომაც ჩვენი ძალმოსილება, თქვა მათ შორის ეკლესიის, მხოლოდ მაშინ გამოვლინდება მთელი სისავსით, როდესაც ჩვენ ვიქნებით ნამდვილი მორწმუნეები, მათი აღსარებლობას და მარტივია, ძალიან ბევრი ფილოსოფია კი არ ჭირდება მისიონერობას. არის ძალიან მარტივი, აი როგორც შემდეგ აგზელებენ მოციქულები ასე, იცოდეს ყველა თქვენგანმა, მთელი ისრაელის ხალხმა იცოდეს, ანუ აი რო გამოვიდა და ყველა ქართველმა და იცოდეს, რომ რაღაც სასწაული მოხდა, ხო, განიკურნა ადამიანი და როგორ განიკურნაო და აი ეს განიკურნა როგორ ქრისტე ნაზარეველის სახელით, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით და ღმერთმა კი აღადგინა მკვდრეთით. საერთოდ მარტივი იყო ძალიან. ღმერთი მოვიდა ადამიანად, გესმით? ღმერთი მოვიდა ადამიანად, რომელიც თქვენ მოკალით და ეხლა შეინანეთ. ღმერთი მოვიდა ადამიანად, დაარსა ეკლესია. ჩვენი წინაპრები ამ ეკლესიის გადარჩენას ეწირებოდნენ დედაბუდიანად. შენ მოდიხარ და ებრძვი დღეს ეკლესიას, ებრძვი მის მამამთავარს, გესმის? ერთი სული გაქვს, რომ როგორმე გაილანძღოს ეკლესია, შეინანე და გადარჩევი. არ შეინანებ და აიღუპები. ძალიან მარტივია ლოგიკა. ძალიან მარტივია სინამდვილეში. და მე ფსალმონის სიტყვებიდან ახსენებს მათ, ესე არის ქვა, ანუ ესე არის ლოდი, რომელიც დაიწუნეს მაშენებელმა, რომელიც უარყვეს და უფლისამიერ იყო ესე და ას გახსოვთ ეს ცნობილი სიტყვებია, მაგრამ ეს ლოდი კრავს ყველაფერს ამ სამყაროში და მათ შორის ქართველ ერსაც ეს ლოდი კრავს, ანუ ლოდი თავსაკიდური კრავს ჩვენი სამშობლოს კედლებს და თუ არ მივიღებთ მას და თუ უარყოფთ, როგორ უარყოფთ? მის მისტიკურ სხეულს უარყოფთ. მისი მართლა დიდებული წმინდა მამამთავრის დატოვებულ სიტყვას უგულებელს ყოფთ. არ გავითვალისწინებთ, გესმით? ერიც და ბერიც ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. თუ ამას არ გავაკეთებთ, მოირღვევა ეს ლოდი და კედლებით ჩამოირღვევა და დაგვემხობა თავზე ყველაფერი და არავის ბრალი არ იქნება გარდა ჩვენის. არც სოფლიო გეოპოლიტიკის, არც გარეშე და გარეშე მტრების, არც აგრესიული სახელმწიფოების, არც ლიბერალური სახელმწიფო, არა, მხოლოდ ჩვენი ბრალი იქნება. იმიტომ რომ ქრისტეს მიერ შეკრულს ვერავინ ვერ დაამხობს, ხოლო თუ ქრისტე გამდევნით, მტერიც აღარ გჭირდება, ისედაც დავემხობით. და კვლავ მე აგზელებს მოციქული, რომ გვახსენებს სხვის მიერ არავისგან ახსნა და არც კაცთათვის მოცემული სხვა სახელიაც ისა ქვეშე, ვისი წყალობიდაც ვიხსნიდით თავს. რა სახელზეა საუბარი? სახელი იესო ქრისტე. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. ქრისტე აღდგა.